ყურადღება მშვიდობისა ობიექტივის პირდაპირ ეთერში გადაცემა ინტერაქტივია გამოკითხვა მე შორენა ჭიაურელი ვარ. დიახ, თითქმის 1 საათის განმავლობაში შეგიძლიათ შემოგვერთდეთ და გვირეკოთ 557-85-98 და ჩვენს დღევანდელ ინტერაქტიულ გამოკითხვაში მიიღოთ მონაწილეობა. ჩვენ რამოდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილებთ ყურადღებას, ასე ვთქვათ, დღის აქტუალურ საკითხზე და საინტერესო იქნება ჩვენი მოქალაქეების პოზიცია, ამიტომ მონიტორზეა მათ შორის აღნიშნული ჩვენი საკონტაქტო, შეგიძლიათ შემოგვერთდეთ და რადიო მსმენელს მიუმართავ, რომელიც ახლა ამ დროისთვის გვისმენს რადიო სიხშირე FM 105 და 1-ზე. დღეიდან იცით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სუსის აწუკვე ყოფილი მოადგილე გელა გელაძე უხელმძღვანელებს გადაწყვეტილება სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ დღეს 28 მაისს გამოაცხადა, რასაც წინ უძღოდა ვახტანგ გომელაურის გადადგომა. გომელაურმა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობის დატოვება იმით ახსნა, რომ ქვეყანაში მშვიდი ვითარებაა და თავისუფლება მისცა, რომ ოჯახს მეტი დრო დაუთმოს. ამის პარალელურად ასევე ვრცელდება ცნობები საპატრულო პოლიციის უფროსის ეს გახლავთ იცით ვაჟა სირაძის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ზვიად ხარაზიშვილის იგივე ხარებას მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ ამას და აცხადებენ, რომ სირაძეც და ხარაზიშვილიც მუშაობას აგრძელებენ. რას ფიქრობს მაყურებელი? ზოგადად როგორ შეაფასებთ ქართულ პოლიტიკაში საკადრო ცვლილებას, უგულისხმობთ სახელმწიფო გუნდში კონკრეტულ ცვლილებას. საინტერესო პოზიცია მოყვა არაერთი ოპოზიციური ნაწილიდან და რა თქმა უნდა ამას ყოველვეზე ვისაუბრებთ ჩვენ გადაცემის მიმდინარეობისას. ოცნებაში გომელაურის გადადგომას გულდასაწყებიც უწოდებენ, თუმცა ახალ მინისტრზე აცხადებენ, რომ მას მაღალი კვალიფიკაცია აქვს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს უბრალოდ საკადრო ცვლილებები არაა, ესაა რეჟიმის შიდა რყევების და კრიზისის ნიშანი. რას ფიქრობს ჩვენი ტელემაყურებელი, რომელიც გვირეკავს დიახ 557-88-55-88 აი ამ საკონტაქტო ნომერზე და გამოთქვით თქვენი აზრი. თუ გყავს მაყურებელი ხაზზე, შეგვიძლია რომ შემოვიყვანოთ პირდაპირ ეთერში. კარგით, დიახ, მოგესალმებით ქალბატონო, გამარჯობათ, გისმენთ ყურადღებით. ძალიან გული გაგვსა. კარგი კაცი იყო. მაგ იყო პირველი კაცი საქართველოში ქართულ ოცნებაში. ძალიან მაგარი კაცი. მაგ თუ ივანიშვილმა გადააყენა. აუ, მაგ საქმე არ არის კარგად ივანიშვილს. აი ზუსტად. მაგას აღარ მისცემს ხმას. თუ მას ერთი კაი ხალხი მოიშორა. აგერიმნეს ხარიბაშვილი აჭარისის რიჟვაძე აქეთ ახლა ის სირაძე გადასარევს მახარება ცოტა არა დანარჩენი ძალიან კაი შვილები კარგი ბიჭები და საქართველოს მოყვარულები აი ასე მგონია მაგრამ ასე მგონია შვილო მაგ უბრძანეს ამერიკიდან Ace, Evropidan da American da gushin, tramma, mito gamoblana, milostri, mais, da mobile, arva, arva, tuilia, კი ბატონო, გმადლობთ ქალბატონო თქვენ ზარისთვის. სწორედ ბრძანდებით ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 26 მაისთან დაკავშირებით, ანუ მილოცვის წერილი გაავრცელა და მან ასე ვთქვათ მზაობა გამოთქვა, რომ საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობა სურს. გმადლობთ თქვენ ზარისთვის, საინტერესო პოზიციებს ვფიქრობ, რომ დღეს მოვისმენთ ჩვენს დღევანდელ ინტერაქტიულ გამოკითხვაში, როგორია თქვენი შეფასება იმ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც მაგალითად დღეს მოვისმინეთ, მათ შორის ასევე ჩვენ ვისაუბრებთ ბუნებრივია სხვა საკითხზეც, რომელიც ეხება ბიძინა ივანიშვილის უარს ელჩი დანიგანთან შეხვედრაზე და რა თქმა უნდა მაყურებლის აზრსაც გავიგებთ. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ხართ, გამარჯობა. გამარჯობა. დიახ. ისაუბრეთ თუ შეიძლება, დიახ. დიახ. ძალიან მეწინა. მაგრამ ეს ყველაფერი ხდება გარე ძალების მიერ. დიახ. ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ, ოცნებამ
უნდა დააჩქაროს სახელმწიფო მშენებლობა. სახელმწიფო უნდა აშენონ და წავიდნენ ჩინეთისკენ. ჩინეთის მოდელია, აიღონ აუცილებლად. კარგი, დიდი მადლობა. მე მაყურებელს მოვუწოდებ, როდესაც პირდაპირ ეთერში დარეკავთ, დაუწიეთ ტელევიზორს, რომ ტექნიკური ხარვეზის გარეშე მოვისმინოთ თქვენი პოზიცია. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, გვირეკავთ 557-88-92. ობიექტივის პირდაპირ ეთერში ინტერაქტივია, საუბრობთ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით და არა მხოლოდ დღის მნიშვნელოვან საკითხებზე. და რაც შეეხება ისევ და ისევ ვუბრუნდებით მინისტრის ცვლილებას, თეა წულუკიანმა გააკეთა შეფასება, რომელიც თვლის, რომ გომელაური 90-იანი წლებიდან დღემდე საუკეთესო მინისტრი იყო. ის აღნიშნავს, რომ მიმუშავია რამასთან და მიმუშავია არაერთი წელი, ვთვლი, რომ 90-იანი წლებიდან დღემდე ის იყო საქართველოს საუკეთესო შინაგან საქმეთა მინისტრი და ის, ვინც თავისი საქმით, თავისი პროფესიონალიზმით და ღირსებით ქმნიდა ისეთ პირობებს, რომ როგორც ქვეყანა და სახელმწიფო ინსტიტუტები, ასევე პოლიტიკური ხელისუფლება და მისი ყველა შტო იყო მშვიდად აღნიშნავს წულუკიანი. ის წარმატებას უსურვებს შინაგან საქმეთა მინისტრს, სამინისტროს და თითოეულ პოლიციელს და ასევე სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. მაყურებელია პირდაპირ ეთერში თქვენს გისმენთ ყურადღებით, გამარჯობა. მოგესალმებით. დიახ. ჩვენი როცამყალო ვერ ხელობ, მაგრამ მახსოვს თქვენი ერთად. გაიგანოთ ხო და ეს იცით რა არის, ცოტა იგივე შემოთავაზებული. ეს ახლა მომლაური სხვადასხვა ბევრად ჭკვიანი აღმოჩნდა. არ ვიცი, იგივე გადააყენა, არ ამგონია, თვითონ გახსნა ძალიან ჭკვიანი აღმოჩნდა და ასე ვთქვათ, ეშმაკობა თავის ადგილზე. აი დრო ჩამოშვება, იცით რომ შემდეგ სწავლები მის კითხვებზე გადაივლიდა. თავისთავად სწავლია, ცოტა ეს მოკლედ ადრე აღმოჩნდა. მენია პოლკოვკობა მიაჩნდა, ამიტომ ვერ აუგსტვალები, ასე ვთქვათ, რეგულად რო და გენერალ პოლკოვკობა დღეს მოვიწევდა აკვია ლეგენდარულ ლესელიძის და ლესელიძის და ალექსი ნაუტომეტეს მერე საფრთხეების ტარება ძალიან მხერხული გიხდა ეკაცი რამად ხო და სამწუხაროდ თქვენი ზარი შეწყდა ხარვეზით შემოდიოდა თქვენი ხმა შესაბამისად სრულყოფილად ვერ ვიგებდით თქვენს პოზიციას, თუმცა მადლობას გადაგიხდით აქტიურობისთვის, გადაცემაში მონაწილეობისთვის. დავალოდები შემდეგ მაყურებელს, რომელიც ასევე შეფასებას გააკეთებს იმ პოლიტიკურ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, რაზეც ჩვენ ახლა გვიწევს დღევანდელ გამოკითხვაში საუბარი, თუ ვინ არის ახალი მინისტრი, ის პროფესიით იურისტია, როგორც ირაკლი კობახიძემ მის წარდგენისას განაცხადა, მას გამორჩეული კვალიფიკაცია და შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი სტაჟი აქვს. გარდა ამისა, ის მუშაობდა საქართველოს პროკურატურაში, სახელმწიფოს დაცვის სპეციალურ სამსახურში, იუსტიციის სამინისტროში, სასჯელ აღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე. ასევე მუშაობდა კერძო სექტორში მაღალ მენეჯერულ პოზიციაზე და გასული რამდენიმე წლის განმავლობაში გელა გელაძე იკავებდა ჯერ განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის თანამდებობას, მოგვიანებით თავდაცვის მინისტრის ბოლოს კი სუსის უფროსის მოადგილე იყო. და მაყურებელი პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდა. მოგესალმებით, გამარჯობა. კარგით, რამოდენიმე წამში დაველოდოთ კვლავ მაყურებელს, მე მოგახსენებთ, როგორც კობახიძე აღნიშნავს, ბატონი გელას, ასე ვთქვათ, მას წარმატება უსურვა, დარწმუნებულია, რომ მისი ხელმძღვანელობით გაგრძელდება წინსვლა და განვითარება შინაგან საქმეთა სამინისტროში და გაგრძელდება ზრუნვა თითოეული პოლიციელის ინტერესებზე. ის ასევე დარწმუნებულია, რომ კიდევ უფრო გაძლიერდება სისტემა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემას გულისხმობთ, კიდევ ერთხელ უსურვა მას წარმატება და თავის მხრივ ახლა დანიშნულმა მინისტრმა ქართული ოცნების გუნდის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თუ სად მიდის გომელაური, ეს კითხვაც აქტუალურია, ამიტომ ამ საკითხზეც შეგვიძლია ვისაუბროთ, მათ შორის მოვისმინოთ ჩვენი მაყურებლის აზრი, როგორ შეაფასებთ იმ საკადრო ცვლილებას, რაზეც ახლა გვიწევს ჩვენ ყურადღების გამახვილება, გომელაური, რომელიც ჩაანაცვლა გელა გელაძემ. პირდაპირ ეთერში შემდეგი მაყურებელია, მოგესალმებით. გამარჯობათ. გამარჯობათ.
ну საჭირო იყო ეს ცვლილება და მოხდა დაიღალა ის ადამიანიც უკვე დიდი ხანი ამ თანამდებობაზე ასე დიდხანს არც ერთი მინისტრი არ ყოფილა შინაგან საქმეთა მინისტრი და ადამიანის იღლება და წავიდა და ნორმალურადაც მოიქცა მინისტრები და განათლებული ხალხს რა გამოვლებს საქართველოში მაგრამ იცით რა შეაშორენა საქმე იქნებ თქვენმა ტელევიზიამ დაიწყოს უფრო ხშირად ახალი ამბების გადმოცემა რამე თუ ძალიან დადებულია სიტუაცია და გერმანიამ უკვე ფაქტიურად ომი გამოუცხადა რუსეთს და რუსეთიც უკვე ამბობს რომ უნდა გამოიყენოს დერწმული იარაღი და ამის შესახებ ვილაპარაკოთ იმიტომ რომ ხალხს გონია რომ ყველაფერი კარგად არის სოფლიოში და რაღაც წლოვან საკითხებზე ლაპარაკობენ რა დროს ამაზე ლაპარაკი ministri კი არა მესამე მსოფლიო ომი და ვირტუალური ომი იწყება და რაღაც შინელებები ხდება და იქნებ მეტი ინფორმაცია მიაწოდოთ ამ ხალხს იმიტომ რომ სხვა ტელევიზიები არ ობიექტურად საუბრობენ მარტო განიხილავენ უკრაინას როგორ ბომბავს უკრაინა რუსეთს და რაც აკეთებს საშინელებებს რო აკეთებს და ზელენსკი ახლა გერმანიაში ჩავიდა და ფაქტიურად რუსეთის მდგომარეობას და რეალურ მდგომარეობას არანაირად არ აწოდიან მოსახლეობას იქნება ამაზე მეტი ვისაუბროთ კი ბატონო, გმადლობთ ზარისთვის, დაგემშვიდობებით. მაყურებელს შევახსენებ ობიექტივის პირდაპირ ეთერში, გადაცემა ინტერაქტივია, გვირეკავთ 557-88-95-88. თუ სადმიდის გომელაური მოგვიანებით მოგახსენებთ, ის ცნობა, ასე ვთქვათ, რაც გავრცელდა სააგენტოებზე, თუმცა მაყურებელი და შემდგომ შეგვიძლია ვისაუბროთ საკითხზე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციით, ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რობინ დანიგანთან შეხვედრაზე უარი თქვა და ესე ვთქვათ მათი პოზიციის შესახებ თუ რა წერია განცხადებაში რომ აუღნიშნოთ. პირდაპირ ეთერში მაყურებელი გვყავს გამარჯობათ. ისაუბრეთ ბატონო გისმენთ თუ შეიძლება. Խանիմասուլի իր արապերյալի շակտանդիր Ռուսաստան վերավաշկատանոմին է բուդապաշի Մենք ռոքսակ շետղան է Հաուքն է Համատրին է Համատը իսաում է კარგით, გმადლობთ ზარისთვის ნახვამდის, რა წერია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაში. ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩი დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა. სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით 22 მაისს ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა, რათა შეეტყობინებინა ადმინისტრაციის გზავნილი და კიდევ ერთხელ გადაეცა კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებული შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის მიმართ. იმედი გვაქვს საქართველოს მთავრობას გულწრფელად სურს ამერიკასთან და ამერიკელ ხალხთან 33 წლიან პარტნიორობასა და მეგობრობას დაუბრუნდეს წერია განცხადებაში. და ის რომ ბიძინა ივანიშვილმა უარი განაცხადა დიახ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე ბუნებრივია ოპოზიციურ ნაწილში გამოხმაურება მოხდა და შეგვიძლია ასე ვთქვათ მაგალითად ამ საკითხზეც გავამახვილოთ ყურადღება გიორგი ვაშაძე თვლის რომ ამერიკის ელჩთან შეხვედრაზე უარის თქმა ეს უარია ამერიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე და მათ შორის მეგობრობაზე და იმ ყველა საკითხზე, რაცაც საქართველოს დასავლელი პარტნიორებისგან 34 წლის განმავლობაში იღებს, აღნიშნავს ვაშაძე და მისი თქმით ბიძინა ივანიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მეტ სანქციას და სიღარიბეს გამოიწვევს. თუნდაც აი ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორია თქვენი პოზიცია, როგორ შეაფასებთ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას? პირდაპირ ეთერში შემდეგი მაყურებელი გველდება და გითმობთ დროს გამარჯობათ. შურინა გამარჯობა. გინაცვალე შურინა მაგას დიდი დაფიქრება არ უნდა 25 რაც გააკეთა იმ ეგრეთ წოდებულმა ვაშკაცმა კაცმა და იმ ხელა სახელმწიფოს ომში დგომის სახელმწიფოს დროშაზე რაც გააკეთა იმის შემდეგ ჩვენ ვერ უნდა ვიგრძნოთ რა ხდება ჩვენს თავს კი უნდა და გომელაურს მე დარწმუნებული ვარ დასჯაც ყველაფერი მაგრამ უუფლებო იყო უუფლებოა ყველა ჩვენთან ცდილობ მე რაღაცას გაიტანა
ანუ თავი, მაგრამ 100 არ არის. ვერაგი ქვეყანა გახარებული ახლა 26 მაისი მის დღემში არ მოულოცია დასავლეთს. არასოდეს და ეხლა გაგიჟებულები არიან. ეხლა ყაველაშვილი ამოიჩემეს მაგრამ ამერიკელებმა. უსინდისო ხალხის ხელში ვარ ჩვენ ჩავარდნილი, რომელსაც არანაირი არ აქვს, მორალი არ აქვს, მაგ ქვეყანას რომ ამ პატარა ქვეყანას არ გაუკეთოს ასეთი მძიმე მდგომარეობა არ შეუქმნას, რომ ქვეყნის მოსახლეობა უკვე თავგადაცემულმა არიაროს ამ ქვეყანაში. გოვილაური ვაჟკაცი კაცია და ის არ დაკარგავს თავს, მაგრამ ვაჟკაცები არ უნდათ, არა მათ წაზიზღრებს არ უნდათ. აი გარი ჩვენი უბედურება, რომ ქართველი კაცი აშინებთ მაგათ. მაგრამ ჩვენთან ჭკვიანები ბევრი არიან და მოიძებნება კიდე ჭკვიანი ხალხი და ჩვენ გვიხსნის ამ უბედურებისაგან. მადლობთ გენაცვალე რომ მომისმინე. მადლობთ თქვენ რომ გვიკავშირდებით ასე აქტიურად ყოველთვის აღნიშნავ. 5-5-7-98-55 ჩვენი საკონტაქტო გახლავთ. ველოდებით შემდეგ მაყურებელს, რომელიც ასევე გამოთქვამს აზრს იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც საკადრო ცვლილებას ეხება, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება და დიახ, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ. რაც შეეხება ისევ და ისევ უბრუნდებით კახა კალაძის პოზიცია მინდა მე მოგახსენოთ ურთიერთობის გადატვირთვასთან დაკავშირებით ის თulis რომ ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია რადგან ის დამოკიდებულება რაც წლების განმავლობაში იყო კატეგორიულად მიუღებელია ამერიკა უნდა იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ჩვენი მეგობარი და არა მბრძანებელი ამის შესახებ ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ საქართველოში ამერიკის საელჩოს განცხადების საპასუხოდ განაცხადა მისი თქმით ის დარწმუნებულია რომ ამერიკის ელჩთან რობინ დანიგანთან შეხვედრაზე უარს თავად ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი განმარტავს ბექა ლილუაშვილის თქმით ბიძინა ივანიშვილი ადვილად ელება ისეთ ადამიანებს რომლებიც დიახ პირდაპირ ასოცირდებიან ძალადობასთან ეს შეფასება უკვე ასე ვთქვათ საკითხს ეხება გომელაურის გადადგომას გულისხმობ და მისი ინტერესების არასათანადო დაცვასთან. კარგით, რაც შეეხება ეს კახი კალაძის პოზიცია მოგახსენეთ ის ამბობს რომ ბიძინა ივანიშვილი გააკეთებს სავარაუდოდ განმარტებას აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. დაველოდოთ რა თქმა უნდა ძალზედ საინტერესო იქნება და რას ფიქრობს მაყურებელი პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდა გითმობთ დროს გამარჯობა. გამარჯობა გამარჯობა. დიახ. ისმენთ. ეს ყველაფერი, რასაც ახლა მთავრობა აკეთებს, ეს იმა დაეწყო 2012 წელს. როცა მოვიდნენ ხელისუფლებაში. დიახ, უფრო კონკრეტულად შეგიძლიათ ბრძანოთ, ანუ რასაც აკეთებს ხელისუფლება, აი რას გულისხმობთ? თუ საკადრო ცვლილებებს გულისხმობთ? საკადრო ცვლილება არაერთი ყოფილა ამ დრომდე. საკადრო ცვლილებას არ გულისხმობ. საკადრო ცვლილებაზე რა უნდა ვილაპარაკო პროფესიონალი რომელი ყავს ერთი მითხარით, არავინ. აჰა, დიახ. არავინ საერთოდ, გაიგე? კი ბატონო. 2012 წელს რომ მოვიდნენ ესეთი მთავრობაში, ამერიკას რო უწევოდნენ მაშინ და ორ ტახტზე რო ჯდომა უნდათ იქითაც და აქეთაც არ გამოვა ეგრე, გაიგე? ეხლა ვითომ რუსეთთან, გაიგე, ალაგებენ, ვერ დაალაგებენ რუსეთთან, გენაცვალე. გაიგე? რუსეთ არ ჭირდება გამყიდველები, გაიგე? ესენი რო არიან გამყიდველები, გაიგე? იმათ უნდა სანდო ხალხი, სანდო პარტნიორი. რუსეთ არ ჭირდება ესენი, რომ გაიძახიან რუსეთს არ ჭირდება დამეცაქვე თამაში, გამიგე? კეთილი. ნებისმიერ დროს გასწრებდნენ ამას, გაიგე ბუზივით. დიახ, დიდი მადლობა თქვენი ზარისთვის. სანდოები ესენი, არც რუსეთისთვის, არც ევროპისთვის, არც დასავლეთისთვის, არც ქართველი ხალხისთვის, ეს მინდა ვთქვა, გაიგე? ესენი არიან თავიანთი პირადი კეთილდღეობის მოწყობისთვის. დიდი მადლობა. დაუბრუნდები საკითხს ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გააკეთა სწორედ თემა რომელზეც ჩვენ რამოდენიმე წუთის წინ საუბრობდით
საპატიო თავმჯდომარე ქართული ოცნების ბიძინა ივანიშვილის განცხადებას რაც შეეხება, ის განმარტავს, რომ თუ რატომ თქვა უარი საქართველოში ამერიკის ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე, როგორც ის ამბობს, მის მიმართ არსებული პირადი შანტაჟის ფონზე მისთვის ელჩთან შეხვედრა და ასევე სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიაჩნია. ივანიშვილის თქმით, ასეთ დროს აუცილებლად ექნება კომპლექსი, რომ გადაწყვეტილებას სახელმწიფო საკითხებთან დაკავშირებით მისი პირადი ინტერესების საპირწონედ იღებს, რაც მისთვის პრინციპულად მიუღებელია. ის ადასტურებს, რომ რამოდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ხელისუფლების სხვა თანამდებობის პირებთან ნამდვილად შედგა საელჩოს კომუნიკაცია შეხვედრასთან დაკავშირებით. ამერიკის ელჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეატყობინა, რომ მას სურდა ჩემთან შეხვედრა და მდივან რუბიოს გზავნილის გადაცემა, რასთან დაკავშირებითაც მე ღრმა პატივისცემა გამოვხატე, თუმცა შეხვედრაზე უარი განვაცხადე, აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილი. როგორ შეაფასებს მაყურებელი ასე ვთქვათ ივანიშვილის აი ამ პოზიციას შეგიძლიათ ასევე შემოგვიერთდეთ 557 88 55 88-ზე და თქვენი აზრიც ბრძანოთ. ის საკმაოდ საინტერესო შეფასებებს აკეთებს, აღნიშნავს, რომ იმდენად ვარ დაინტერესებული ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვით, ამერიკულ მხარეს ისიც კი ვაცნობე, რომ მზად ვიყავი დაბლოკილი თანხა არა პირადი მიზნებით, არამედ მათ მიერ ნაკარნახევი ნებისმიერი დანიშნულებით დამეხარჯა, აღნიშნავს ივანიშვილი. ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა შევთავაზეთ. ელჩმა ამაზე უარი განაცხადა, რაც გვიმყარებს რწმენას, რომ ისინი სწორედ პერსონალურ შანტაჟს განიხილავენ წამყვან ფაქტორად, აღნიშნავს ივანიშვილი. ის ასევე ამბობს, რომ პირადი შანტაჟის ფონზე ჩემთვის ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიმაჩნია. ასეთ დროს აუცილებლად მექნება კომპლექსი, რომ გადაწყვეტილებას ჩემი პირადი ინტერესების საპირწონედ ვიღებ. აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილი. მაყურებელი პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდა. გითმობთ დროს, შეგიძლიათ დაიწყოთ საუბარი. დაუწიეთ ტელევიზორს, პირდაპირ ეთერში ხართ, გამარჯობა. გამარჯობა გენეცე. დიახ, ისაუბრეთ. დაუწიეთ ტელევიზორს, უმორჩილესად გთხოვთ, იმისთვის რომ გამარჯობა. ეს აი მე მაგალითად კითხავენ ყოველთვის ელექტრების განმავლობაში მე თქვენ ტელევიზიას უყურებ ყოველ დღე. არჩევნებზე რომ მივდივარ, ყოველთვის მე ვხადავ რეალს, იცოდე და მე ჩემი ოჯახი ვიყიარა. დიახ. მაგრამ იმის გულისათვის, რომ თუ სიტყვაზე რუსეთისკენ არ წავიდნენ და არ დაილაპარაკეს, ნებისმიერი ხელისუფლება ვიქნიდა იყო, რუსეთოს ცხოვრება საქართველოს არ შეუძლია. რუსეთმა რომ საქართველოს ზურგი მიაქციოს, იცოდეთ რომ სიყვარული სიმხილით დავიყოცები, დიდიან პატარიან. მარტო ეს დასავლეთის ფულები ერთეულები იქცევიან კუჩხაბა და დანარჩენ სიყვარული ვიქნებით მშვიდები. ჩვენი შვიდები და შვილები ყველა გადაშენდება იცოდე. და ამ ამერიკის მურებისკენ და ნატოსკენ და ევროკავშირისკენ ყურები რაც მოუვიდა უკრაინა იმაზე მეტი მოგვივა ჩვენ იცოდე. ღმერთმა დაგვიფაროს. დიდი მადლობა ბატონო ზარისთვის დაგემშვიდობებით. კვლავ დაუბრუნდები ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას და იქ გაჟღერებულ აზრებს. მას იმედი აქვს, რომ ამერიკის საელჩო დადებითად უპასუხებს საქართველოს მთავრობის შეთავაზებას ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით განახლების შესახებ. საქართველოს ხელისუფლების თითოეული ლიდერი გამოთქვამს სრულ მზადყოფნას ამერიკული მხარის რეალური დაინტერესების შემთხვევაში აქტიურად ჩაერთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობის გადატვირთვის პროცესში, ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.
5-5-7-95-58 გვიკავშირდებით და ვისმენთ თქვენს აზრს საკითხთან დაკავშირებით. ფაქტობრივად რამოდენიმე თემაზე გვიწევს დღეს ჩვენ საუბარი. ერთი, რომელიც დღეს შევიტყვეთ კობახიძის მხრიდან, რომ გომელაურმა დატოვა თანამდებობა და მას გელა გელაძე ჩაანაცვლებს. სად მიდის გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრის უკვე ყოფილი რომელმაც თანამდებობა დატოვა, ის რჩება ქვეყნის და გუნდის ერთგული, ეს ასე ვთქვათ, გომელაურის სიტყვებია, ეს გადაწყვეტილება ჩემთვის არ იყო იოლი მისაღები, 2011 წლიდან ვიყავი ამ ბრძოლის თანამონაწილე, რომელსაც სათავეში ბატონი ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგა და რომელმაც ჩვენს ქვეყანას გარდამტეხი ცვლილებები მოუტანა. ჩემთვის ძვირფასი და საამაყოა ყველა ის მიღწევა, რომელიც ჩვენს ქვეყანას სამთავრობო გუნდის ხელმძღვანელობით ჰქონდა, აქედან გამომდინარე რჩები ამ გუნდის ერთგული მომავალშიც ნებისმიერ დროს მზად ვარ გვერდში დაუდგე სახელმწიფოს და მართულ გუნდს თუ ამას საჭიროება მოითხოვს. 10 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ვიკავებდი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის და ვიცე-პრემიერის თანამდებობას, რასაკვირველია ამდენი წლის განმავლობაში უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობაზე ყოფნა ძალიან შრომატევადი საქმეა და დიდ ენერგიას მოითხოვს. დღეს, როდესაც ქვეყანაში მშვიდი ვითარებაა, თავისუფლებას მივეცი და გუნდს ვთხოვე თანამდებობის დატოვება, რაც მომცემს იმის საშუალებას, რომ ოჯახს, მეუღლეს, შვილებს და ახლად შეძენილ შვილიშვილს მეტი დრო დავუთმო, აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა. მაყურებელი შემოგვიერთდა ეთერში, გითმობთ დროს თქვენც თქმა უნდა გამარჯობა. გამარჯობა ყველასთან. 2012 წლის მარტენ არჩევნების მერე ირმა იოსელმა მისნაბარდნენ ძალიან კაფეო წარმოადგენა პარლამენტში წინადადება, რომ ეს ნაციონალური მოზეობა გამოცხადებული იყო რეჟიმად. კი ბატონო. აი დღემდე დღეს დაიწყო ეს ალბათ ეს ყველაფერი რომ გამოცხადდა. აი ამდენი წლის განმავლობაში თქვენ როგორ მიგაჩნია, ხო ამდენი წლის განმავლობაში აი თქვენი წინადადება ეხლა შედის ზანაში. როგორ უკაცრავად ბოლოს ვერ გავიგე სამწუხაროდ. აი თქვენ როგორ მიგაჩნიათ აი ამდენი წლის მერე. აი ეს ეხლა შედის ზანაში, აი მაშინდელი ირმა ინაშვილის წინადადება. კი ბატონო. აი როგორ მიგაჩნიათ მართებულად ეს. გასაგებია თქვენი პოზიცია. არ ვიცი ნამდვილად რა შეიძლება გიპასუხოთ. ჯერ კიდევ 2012 წელს ფაქტობრივად ქართული ოცნების მოსვლის მთავარი მიზანი ის იყო. მე როგორც ვიცი, რა თქმა უნდა, ერთი ქვეყნის და ხალხის კეთილდღეობა, მეორე ის, რომ ნაციონალური მოძრაობა სრულად უნდა ამოძირკvulიყო, ხო, ეს მახსოვს ესეთი პოზიცია, რომელსაც აჟღერებდნენ, თუმცა ვხედავთ, რომ რამდენი წელი გავიდა, ოცნება ისევ ხელისუფლებაშია. კი ბატონო, ძალიან სწორედ აღნიშნეთ, მაშინ როდესაც პატრიოტთა ალიანსი იყო პარლამენტში, რეზოლუციაც კი წარადგინა, რომ დასჯილი იყო სისხლიანი რეჟიმი, თუმცა მხოლოდ რამოდენიმე დეპუტატი იყო ოცნებიდან, რომელმაც მწვანე შუქი აუნთო პატრიოტთა ალიანსის აი ამ პოზიციას და ინიციატივას, თუმცა ძირითადად გადაწყვეტის თვალსაზრისით ხმების რაოდენობა რადიკალურად დააკლდა და შესაბამისად ეს ინიციატივა ძალაში ვერ შევიდა. ის რომ ახლა შედის ძალაში საინტერესოა რა თვალსაზრისით საკადრო ცვლილებებს გულისხმობთ, რაიმე კონკრეტული რომ თქვათ ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკურ ველზე არ იყოს, ესეთი მკვეთრი ნაბიჯები ჩემი გადმოსახედით ნამდვილად არ გადადგმულა. სამწუხაროდ, იმიტომ რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგად გვახსოვს, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობა მანდატი ჰქონდათ ნაციონალურ მოძრაობას საქართველოს პარლამენტში და დღევანდელი მოცემულობით რაიმე ისეთ განსაკუთრებულს რას ხედავთ? საინტერესოა, ყოფილიყავით ხაზზე მოვისმენდით თქვენს აზრს. ის გადალაგება, რაც ახლა ქართულ ოცნებაში ხდება, ეს არ არის ახალი, ჩვენ გვახსოვს ძალიან ახლო წარსულშიც, რა დროსაც ასევე ქართულ ოცნებაში ხდებოდა საკადრო ცვლილება. მადლობა თქვენ ზარისთვის, დავალოდოთ შემდეგ მაყურებელს, რომელიც შემოგვერთდება ისევ და ისევ და ის ხაზე ყავს. მოგესალმებით. ვისმენთ თქვენს აზრს, გამარჯობა, გმადლობთ რომ გვიკავშირდებით და გსურთ პირდაპირ ეთერში ისაუბროთ. გამარჯობა. გამარჯობა. დიახ. ისაუბრეთ, დაუწიეთ ტელევიზორს, ჩემი ხმა მესმის, დიახ.
რომელიც დაგვიანებით მოდის. დიქტორი ლაპარაკობს. დიახ, დაუწიეთ ქალბატონ ტელევიზორს სწორედ ამ წინადადებით მოგმართავთ. დაგვიანებით მოდის ჩემი ხმა, ამიტომ თქვენი აზრი ბრძანეთ. ისაუბრეთ. ჩემ აზრს მოგახსენებთ უსმენ წამყვანს ტელევიზორის წამყვანს და წარედ მეცინება იცით რატომ 2012 წელს ძალიან დიდი ავტორიტეტი ჰქონდა თქვენს ტელევიზიას კერძოდ ირმა ინაშვილის მის გვერდით ოპოზიციას მაშინდელ ოპოზიციას და დიდი ძვრა მოახდინეს ქვეყანაში ეს მე 78 წლის პენსიონერი პედაგოგი ვარ და ძალიან კარგად მესმის ის წვლილი რაც ირმა ინაშვილმა და მისმა გვერდში მდგომმა ოპოზიციამ გააკეთა მაგრამ ახლა ავტორიტეტი რატომღაც მგონია და გული მწყდება რომ თქვენმა ტელევიზიამ დაკარგა რატომ იცით ვინც ვერ ხედავს რამხელა უზარმაზარი საქმის გამკეთებელია ბიძინა ივანიშვილი ის ქვეყნის მტერია თქვენ მიუთითეთ იმ ნახევრად დაბრმავებულ და დაყრუებულ მაყურებელია თუ ოპოზიციონერი უნდა მიუთითოთ რომ დაწყებული დასავლეთ საქართველოს საზღვრიდან მოყოლებული აზერბაიჯანის საზღვრამდე და იქით კიდევ რამდენი რამე გაკეთდა ამ კაცის ხარჯებით მილიარდებით თუ ემის დავიწყება არა ქალბატონო ნახეთ თუ შეიძლება მე შესწორებას გავაკეთებ იყავით ხაზე ვისაუბროთ ვფიქრობ რომ საინტერესო პოლემიკა გვექნება იცით რა არის რა ნაწილში ხედავთ თქვენ მაგალითად ბიძინა ივანიშვილის მიმართ კონკრეტულ უმადურობას რაც მის კეთილნაბის უკავშირდება ჩვენ ნახეთ ერთი წამით ჩვენ საუბრობთ ჩვენ ქალბატონო ჩვენ საუბრობთ აზრზე არ არიან აქ ერთხელ მაინც გააშუქეთ ის ღვაწლი იმ კაცისა უზარმაზარი განუზომელი მე არანაირი ის არ მიმიღია დივიდენდები ივანიშვილის მხრიდან გარდა იმისა რომ ჩემი პატიმარის შვილი რომელიც ახლახანს გარდაიცვალა ის გაათავისუფლეს და გამოვიდა იქიდან სააკაშვილის რეჟიმისგან დაავადმყოფებული ცეჰეპატიტი ჩანგრეული შინაგანი ორგანოები დაზიანებული და მთელი ჩემი ოჯახის ბიუჯეტი მის განკურნებას მოხმარდა ღელა მაპატიეთ რომელიც ახლახანს გარდამეცვალა ნუ თუ აი ეს ყველაფერი აუწონავი ღვაწლი აქვს ამ კაცს ვერ დაფასდება ქართველი ხალხი არ მინდა რომ ბრმად ლაპარაკობდეს დაყრუდეს ოპოზიცია გასაგებია მათ მხოლოდ უნდათ რომ ივანიშვილის გაკეთებული საქმე ჩაიფარცხოს და თვითონ დასხდნენ მერე და განკარგონ ქვეყანა შეჭამონ ბიუჯეტი როგორც ხდებოდა დაწყვიტონ ქართველი ერი დაკარგონ ტერიტორიები ნუ თუ ეს ჩემზე კარგად თქვენ ჟურნალისტებს და პოლიტიკოსებს არ გესმით ძალიან კარგად გესმის ქალბატონო არა ნახეთ მე მაგალითად ყოველ კვირა წირვაზე ვლოცულობ რომ ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა და დღევანდელმა მთავრობამ ხანგრძლივად მართოს დიახ აი ნახეთ ქალბატონო თუ შეიძლება იყავით ხაზე რა როგორც ჩანს ჩვენ რაღაც ვერ გავუკეთ ერთმანეთს მაგრამ ნაწილობრივ მესმის თქვენი პოზიცია ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ აქ აქცენტი რაზე გავაკეთეთ იცით რომ მაშინ როდესაც ხელისუფლებაში ქართული ოცნება მოვიდა და რა თქმა უნდა ამას ყოველივე სათავეში უდგას ბიძინა ივანიშვილი რატომ არ მოხდა ამ დრომდე იმ დამნაშავე ძალის დასჯა ეს არის და ეს თუნდაც ის სამწუხარო ფაქტია ძალიან მწუხარ თქვენ შულთან დაკავშირებით ძალიან მწუხარ ნამდვილად არ გაგჩენიათ ის განცდა და ის სურვილი რომ ვინც დააზიანა და დააზარალა იქ უშუალოდ საპატიმროში თქვენი შული თავად ამბობთ რომ ორგანოები რა მდგომარეობაში ჰქონდა რატომ არ მოხდა იმ ძალის დასჯა რომელსაც უნდა სათავეში ბიძინა ივანიშვილი უდგას ესეთ კონტექსტში მოვიყვანოთ ეს არის აქ მთავარი დიახ ამ კითხვაზე პასუხი თქვენ ძალიან კარგად იცით რომ ეგრეთ წოდებული ჩვენი ქვეყნის დამქცევი კოჰაბიტაცია იყო ამერიკის ბრძანება სამწუხაროდ გვიან გადადგეს ეს ნაბიჯი ჩვენმა მთავრობამ რომ წინააღმდეგობა გაეწიათ
თუნდაც ბაიდენის ადმინისტრაციისთვის, რომლებიც ჩვენი ხალხის გაჟლეტვას, ჩვენი ხალხის დამცირებას და ასე შემდეგ ისინი ხომ გესმით რა კარგად დიპსტეიტი რაც წარმოადგენს. ხალხი გონივრული მოაზროვნე ადამიანები უზარმაზარი არმია. მე ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი ვარ და მთელი ჩემი არსებით დავდივარ კარ-დაკარ და ვეკითხები ხალხს, ნუ თუ ვერ ხედავთ თქვენ მის სიკეთეს და ყველა ვისთანაც კი მისაუბრია უპრობლემოდ იძახის, რომ ხმას ვაძლევთ ქართულ ოცნებას. როგორ შეიძლება სხვა ნეტა გამოჩნდეს ვინმე ოპოზიციონერი, რომელიც ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევს ქართულ ოცნებას. ესენი ეს ფულის ღორები, ნაციონალები წარმოიდგინეთ თარგამაძე, გიორგი თარგამაძე კარგი, დიდი მადლობა ქალბატონო ზარისთვის, გავიგეთ ჩვენ თქვენი აზრი, დაგემშვიდობებით. შემდეგი მაყურებელი ხაზე გველოდება, უკაცრავად რომ გავალდინეთ ეს დრო, პირდაპირ ეთერში ხართ, შეგიძლიათ თქვენც ისაუბროთ. გამარჯობა. გამარჯობა. დიახ, ისაუბრეთ, დაუწიეთ ტელევიზორს და ჩვენ გისმენთ ყურადღებით. დავუწიეთ ტელევიზორს. დიახ. გამარჯობა. ქალბატონო, ახლა გადაცემას უყურებ, ძალიან მწამს და იმედი მქონდა, რომ მის დროს ახლად კარგად იქნებოდით, მაგრამ ყველაზე მეტად ჩასწრებაში ახლა ვართ. ვეღარ გავიგეთ ქართველებმა ვის უჯეროთ, საითკენ წავიდეთ, იმხელა წამხდარია ქვეყანა სავატყოფაში რომ მიხვიდეთ, სასწრაფო დახმარებით რომ მიხვიდეთ სავატყოფაში და ბოდიში ტუალეტში რომ დაგჭირდეს შესვლა, აზურგეთის რაიონში ვცხოვრობ. ხახვი არა იქ, სამ პეთქი, სულ უმრავლო. იმაში მერიაში. ამდენ ხნებ საბავშვო ბაღი დაანგრიეს და ქია ყამაოდი ამეფხრილი უცბად სკოლიდან ბაღანამ რომ გულმოსული რამეზე გამოვიდეს ჩავარდება წყალში და დეიხტო. საბჭო უბნის ექიმი საბავშვო ბაღი ერთათა რომ მიხვალ უბანში ვისთან მიხვიდა ვერ მიხდები. მე ამდენი ამბავი სავატყოფაში ყურადღება არა, არცად აღარა არაფერი და მევჟენი სამლებზე კიდე რა ამბავია. რას გვატყუებენ, ვის ატყუებენ, ამდენი თანხა, ამდენი ფული, ამდენი დოლარები რომ გადმოდის და ამიარებენ იქეთაკეთ. ქალბატონო, აზურგათიდან რომ წამოხვალ მერიამდე მოსვლამდე, ზვანში, გზების მილიარდად წამრებულა რემონტი 46 წელიწადი აქვს ცხოვრობ. რომ მომიყვანა შემოყვანა დედოფლებს იმ გზით მოვედი. შემხდა რემონტი და დღესაც რემონტი მიმდინარეობს. ქალაქებში კი უყურებენ ვაფშე. იმ ბიჭმა ფეხბურთელი რომ არ ერქვა. კალაძემ იმას ვენაცვალე მე და მის გამზრდელ. სადაც უпросто დაეიღო, ყველაფერი დაამშვენა. აბა სოფლებში გადიხედეთ რა ამბავია. აბა გადიხედეთ ერთი თუ არა ყურადღება. ქრონიკული ავატყოფი. საქონელი არ ყავს, სახლი არ მაქვს, მიწა არაფერი. და დახმარება. დიდი მადლობა. გმადლობთ ქალბატონო ზარისთვის. კი, ნამდვილად ძალიან და ბევრი პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში, რომლის ჩამოთვლაც რომ დავიწყოთ, ნამდვილად არ გვეყოფა სამწუხაროდ ეს გადაცემა. კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ აზრისთვის და სურვილისთვის რომ შემოგვერთდით, რაც შეეხება იმ მაყურებელს, ვინც ახლა გადმორთეთ ჩვენს არხზე ობიექტივზე ან რადიო მსმენელი, რომელიც გვისმენს რადიო სიხშირე FM 105-სა და 1-ზე, შეგახსენებთ რომ გადაცემა ინტერაქტივია, შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში დარეკოთ და ვსაუბრობთ საკითხზე იმ პოლიტიკურ საკადრო ცვლილებაზე, რაც დღეს გახდა ცნობილი, ვახტანგ გომელაურმა, რომელმაც დატოვა პოზიცია და დღეიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სუსის აწუკვე ყოფილი მოადგილე გელაძე უხელმძღვანელებს. როგორია თქვენი შეფასება ამ საკითხთან დაკავშირებით, ასევე საინტერესო იქნება
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციით ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში ამერიკის ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე უარი თქვა და თუ რატომ თქვა უარი მასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა ასევე რამოდენიმე წუთის წინ. როგორია მოქალაქის პოზიცია და შეფასება პირდაპირ ეთერში ხართ და გისმენთ ყურადღებით გამარჯობა თქვენც. გამარჯობა. დიახ. ძალიან მოსკოვსკენი ტელევიზია განიცადა. კარგი გადაცემები გვაქვს. ყველაფერი, მაგრამ აი მაგ ტელევიზიიდან ცოტა თიშმის ადამიანის ლანძღვა. პირველი მაისი მერე. დიახ. უკავშირდები, რა ვერ დაუკავშირდი. ბექა ხალბერი კაპანადის გამოსვლა. 20 საათსა და 48 წუთზე სტუდია ნომერი 8 პირველ მაისს გამოაცხადა. თავგასული ოლიგარქისა და სახელდაკარგული რეჟიმი. რატოა ქართულებმა და სახელდაკარგული რეჟიმი? ეს ამბები ხალხს არ მოსწონს. არ მოსწონს, იმიტომ რომ არ უნდა გააჟღეროს. რა ის იმან ვინ არის თავგასული? კარგით, გმადლობთ თქვენ წარისთვის 557-88-95-88 შემდეგ მაყურებელს დაველოდოთ, რომელიც შემოგვერთდება, საუბრობთ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით და მათ შორის ბიძინა ივანიშვილის პოზიციაც გითხარით უართან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა შევთავაზეთ. პრემიერ-მინისტრი არ არის არც ფორმალური და არც არაფორმალური სანქციების ქვეშ და შესაბამისად მას პირად შანტაჟთან დაკავშირებული ვერავითარი კომპლექსი ვერ ექნება. ამის შესახებ ქართული ოცნების დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი საუბრობს მან სპეციალურ განცხადებაში წერს უпростоრედ, რომლითაც ის საქართველოში ამერიკის საელჩოს დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა. ივანიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ელჩმა ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადა და ამასთან დაკავშირებით ბუნებრივია ასევე ქართულ პოლიტიკაში არაერთი შეფასებაც გახდა ცნობილი. მაყურებელი ეთერშია, გამარჯობათ. გამარჯობა შურენა გენაცვალე. არ ვაპირებდი დარეკოს, მაგრამ მე მინდა იმ 78 წლის ყოფილ მასწავლებელს გამოვეხმაურო. ძალიან დიდ ხოტბას უაცხავდა მას ქართულ ოცნებას. მე მინდა მიმართო მახალბატონს და აი გამომსვლელებს. რითი მოგწონთ ქართული ოცნების მეშვეურები? იმითი ქალბატონო რომ უკონტროლობა რო არის ქვეყანაზე, იმითი რომ განუკითხაობა რო არის ქვეყანაზე, იმითი მოგწონთ რომ ყველაფერი გაჯირებული რო არის, ფასები, ტამლები, ბაზარი, მაღაზიები, თუ იმითი მოგწონთ პენსიები დაბალი რო გაგდას, რომ კარგად ძღებიან და წდებიან. აი რითი მოგწონთ ხარჯებზე რომ გადადიან ლიოლად და აცი გვეკითხებიან რას აწერენ ხელს უცხოეთში და რას არ აწერენ. აი რითი მოგწონთ აღიხსენეთ იქნებეთ დავინახო მეხოტბებიო რეკავს. გასაგებია მადლიერები ვართ ამისთვის რომ მშვიდობა დაამყარეს და დღეს მშვიდობაა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ იმითი მოგვეწონოს კიდევ რომ ამაზონის წებში რომ ცეცხლი ეკიდა და იქ რომ ქველმოქმედება მილიონები რომ გადარიცხეს და თავის პენსიონერებს რომ შიმშილიდან ყლავენ და რას გიდგებენ პენსიონერები რომ დაყვეს. ამითი მოგწონთ ხალხო, თქვენ ან ვერ ხედავთ მაპატიეთ ან ბრმები ხართ ან ყრუები ხართ. მოდის მოვიხდი ამ გამოთქმაზე და მადლობა შორენა მოსმენისთვის. მადლობთ თქვენ ზარისთვის და პოზიციის გამოთქმისთვის დაგემშვიდობებით. 557-88-95-88 გადაცემის დასრულებამდე რამოდენიმე წუთი გრჩება, ამიტომ შეგიძლიათ მაქსიმალურად ისარგებლოთ და თქვენი აზრი საჯაროდ დააფიქსიროთ. ვსაუბრობთ პოლიტიკურ ბუნებრივად საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით და ასევე ბიძინა ივანიშვილის აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ თქვა უარი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე. დიახ, ის აღნიშნავს, რომ პირადი შანტაჟის ფონზე ჩემთვის ელჩთან შეხვედრა და ასევე სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიმაჩნია და სწორედ ამის გამო თქვა მან ფაქტობრივად უარი ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე. როგორც ივანიშვილი განმარტავს, მის მიმართ არსებული პირადი შანტაჟის ფონზე, დიახ, კიდევ ერთხელ აღნიშნავთ, მისთვის ელჩთან შეხვედრა
არასწორად მიაჩნია. მისი განცხადებით ასეთ დროს აუცილებლად ექნება კომპლექსი, რომ გადაწყვეტილებას სახელმწიფო საკითხებთან დაკავშირებით და ასევე მისი პირადი ინტერესები საპირწონედ იღებს, რაც მისთვის პრინციპულად მიუღებელია. დიახ, შესაბამისად საინტერესოა მაყურებლის აზრი და პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდით და არ ვალოდინებ, რა თქმა უნდა, მოგესალმებით, შეგიძლიათ გამოთქვათ თქვენი აზრი. გამარჯობა. მაყურებელს უსმენთ პირდაპირ ეთერში, მოგესალმებით. ბატონო? პირდაპირ ეთერში ხართ, თუ შეიძლება არ დააყოვნოთ, ისაუბრეთ, გამარჯობა. კარგით, მე მომიწევს მაყურებელთან დამშვიდობება, კონკრეტულ მაყურებელთან, ვინაიდან არ შემოდის ხმა სტუდიაში კარგად, ამიტომ ვერ დავაყოვნებთ, დარჩენილი დრო გამოვიყენოთ იმ მაყურებლისთვის, ვისაც სურვილი აქვს შემოგვერთდეს. მე აქვე ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში კიდევ ერთ მოგიკითხავთ და მოგახსენებთ, მას იმედი აქვს, რომ ამერიკის საელჩო დადებითად უპასუხებს საქართველოს მთავრობის შეთავაზებას ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან და ასევე კონკრეტული გზამკვლევით განახლების შესახებ საქართველოს ხელისუფლების თითოეული ლიდერი გამოთქვამს სრულ მზადყოფნას ამერიკული მხარის რეალური დაინტერესების შემთხვევაში აქტიურად ჩაერთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში და მაყურებელს უსმენთ ეთერში, გამარჯობათ. მოგესალმებით, შეგიძლიათ ისაუბროთ, გამარჯობა. კი, ეხლა მე თირა მაინტერესებს. დიახ. ქალბატონო შორინო. მადნეულში რაოდენობის ოქროს ამუშავები. ეს არის საინტერესო, არა მარტო ჩემთვის, არამედ მთელი ქვეყნისათვის. და ჩემი აზრით, ოცნების პოლიტიკა უკავშირდება და აგებულია ზუსტად მის შემოსავალზე. მე ასე ვფიქრობ. მადლობთ ყურადღებისათვის. საინტერესოა განსხვავებული პოზიცია მათ შორის ეთერში ბრძანდებით ისე უკაცრავად? დიახ, აი რატომ ჩავთვალეთ მაგალითად რატომ თვლით უფრო სწორედ რომ ეს ასეა, ანუ რატომ უკავშირებთ ამ კონკრეტულ საკითხს ქართული ოცნების შემოსავალთან? აი ზუსტად იმ ქალბატონმა 78 წლის ქალბატონმა რომ თქვა ასეთი კარგად რომ საქართველოს ეხმარება ბიძინა ივანიშვილი, მე მგონი მასთან არის დაკავშირებული. გასაგებია. კარგით, დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის, მადლობთ აქტიურობისთვის და აზრის გამოთქმისთვის. 557-88-95-88 დავაუდოთ კიდევ მაყურებელს, გვაქვს დრო გადაცემის დასრულებამდე. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დღეიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სუსის აწუყვე ყოფილი მოადგილე გელა გელაძე ხელმძღვანელებს გადაწყვეტილება სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ დღეს 28 მაისს გამოაცხადა, რასაც წინ უძღოდა ვახტანგ გომელაურის გადადგომა. გომელაურმა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობის დატოვება იმით ახსნა, რომ ქვეყანაში მშვიდი ვითარებაა და თავს უფლება მისცა, რომ ოჯახს მეტი დრო დაუთმოს. ამის პარალელურად ვრცელდებოდა დღის განმავლობაში ცნობა იმასთან დაკავშირებით, რომ საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე და ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი, ანუ იგივე ხარება თანამდებობა დატოვეს, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში არადასტურებენ ამას და პირიქით აცხადებენ, რომ სირაძეც და ხარაზიშვილიც მუშაობას აგრძელებენ. ოცნებაში კი გომელაურის გადადგომას გულდასაწყლეც უწოდებენ, თუმცა ახალ მინისტრზე აცხადებენ, რომ მას მაღალი კვალიფიკაცია აქვს, რაც შეეხება ოპოზიციას. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს უბრალოდ საკადრო ცვლილებები არაა, ეს რეჟიმის შიდა რყევების და კრიზისის ნიშანია. საინტერესო იქნება, რა თქმა უნდა, მაყურებლის აზრი და არა მხოლოდ ზოგადად იმ მოქალაქეების, ვინც ფიზიკურად, პრაქტიკულად ვერ შეეძლებენ, რომ ახლა დაგვიკავშირდნენ და პირდაპირ ეთერში შემოვიდნენ დროის სიმწირის გამო. გომელაურის პოზიციაც თქვენთვის სრულიად გასაგებია. მან ჩათვალა, რომ ახლა ქვეყანაში სიმშვიდეა და თავისუფლება მისცა, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო. ოპოზიციის პოზიციაც თქვენთვის გასაგებია. მაყურებელი ეთერში გყავს. გამარჯობათ. გამარჯობა ბატონო. დიახ. დიდი მადლობა რომ ისეთ.
იქით რა ქია საქმე. მე ძალიან გაჩაგრული ვარ რა. ეს რამდენჯერმე ვინა გამიდარჩვეს თბილისში, ვანში, დამომიკლეს, მანქანა გამიდარჩვეს. ხოდა რა ვიცი, გომელაუსაც თხოვე დახმარება და ყველას. ვიცი, კარგია, მადლობელი ვარ, რომ ომი არ არის და უკრაინასავით არ გამნადგურდით, მაგრამ არ კვარან ამ კრიმინალებს ხელსაფარებენ პოლიციელები და გავხნა არ ვარ ბიჯინალ ვიდეოები და არავინ არ ხავს კრიშნა და გაჯანდა მოხდა მითხარი. ინვალიდი გამხადე მომჭამლე ვინი გასაგებია. ძალიან მწუხარ. მადლობა თქვენ ზარისთვის. სამწუხაროდ არ მაქვს პასუხი. დიდი მადლობა თქვენ პოზიციისთვის. აბსოლუტურად ყველა იმაყურებლის პოზიციას სურვილს უпростоრეთ ვაფასებ, ვინც გვიკავშირდებით და ჩვენს ეთერში გსურთ გადაცემაში. თქვენი აზრი გამოთქვათ, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია. თითოეულ მათგანს გადაგიხდით. მადლობას ამისთვის. დღევანდელი ინტერაქტივისთვის განკუთვნილი დრო ამოწურულია. დაგემშვიდობებით მომავალ ოთხშაბათს მე შორენა ჭიაურელი კვლავ დაგიბრუნდებით ახალი თემით რა თქმა უნდა. ახლა კი ის დამრჩენია რომ გისურვოთ მშვიდობიანი საღამო. კარგად ბრძანდებოდეთ. ნახვამდის.